ყვება ბავშვის ნორმალური ზრდა განვითარების განსაზღვრელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე მოზრდილ ასაკში. ადრეულ ასაკში არარაციონალურმა და არასრულფასოვანმა ყვებამ შესაძლოა შეაფერხოს სხეულის ზრდა, გონებრივი, ინტელექტუალური და მოტორული უნარების განვითარება, გაზარდოს ავადობისა და გრძელიანობის რისკი. დასრულ ასაკში განვითარებული დაავადებების, მათ შორის ქრონიკულის, ერთ-ერთი მიზეზი ხშირად სწორედ ადრეულ ასაკში არაჯანსაღი კვებაა. აუცილებელია ბავშვის რაციონი მრავალფეროვანი იყოს, რათა ენერგიასთან ერთად ორგანიზმმა საჭირო ამინომჟავები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ფერმენტები და მიკრო თუ მაკრო ელემენტები მიიღოს. ბევრი ტკბილეულის, სწრაფი კვების პროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების ხშირად მიღება მრავალი დაავადების საწინდარია. კვლევებით დადასტურებულია, რომ სწორი კვება მკვეთრად ამცირებს ათეროსკლეროზის, გულის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნისა და სიმსივნური დაავადებების რისკს. ამიტომ თვირფასო ბავშვებო, აუცილებელია ვფლობდეთ სწორ ინფორმაციას ჯანსაღი კვების შესახებ. გავითვალისწინოთ მშობლებისა და მასწავლებლების რჩევები, რათა ერთობლივი ძალისხმევით შევძლოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება ჩვენს ოჯახებსა და საზოგადოებაში. ახლა კი გთავაზობთ პროგრესელი მოსწავლეების მიერ მომზადებულ ჯანსაღ რეცეპტებს. ასევე მშობლებო მოგმართოთ, კონტროლთან ერთად გვაჩვენეთ თქვენი პირადი მაგალითი. როცა მშობლები ჯანსაღად იკვებებიან, ჩვენ ბავშვებიც ამას ვეჩვევით. ჯანსაღი კვება კი ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.